ამინდი უარესდება ძლიერი სეტყვა იყო დღეს თბილისის რამდენიმე უბანში მოსახლეობამ სეტყვის დროს დაზიანებული ავტომობილებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა სოციალური ქსელებითაც გაავრცელა. დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. ამ დროისთვის ოფიციალურად ზარალის ოდენობა უცნობია. უამინდობა რეგიონებში სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. პანკისის ხეობაში მოსავალი განადგურდა. სოფელ საკობიანოსა და წინუბანში დასეტყვილია საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. მოგლეჯილია ხეები, ხოლო საცხოვრებელ სახლებს სახურავები აქვს გადახდილი. ადგილობრივების ინფორმაციით ქარი და სეტყვა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რამაც მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სტიქიის ზონაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათივე ინფორმაციით ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია და დაზუსტებული მონაცემების მიღების შემდეგ გადაწყდება რა სახის დახმარებას გაუწევენ დაზარალებულ მოქალაქეებს. სტიქია იყო თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც, სადაც ძლიერ ქარსა და წვიმას თან ახლდა სეტყვაც. ესეთ ქარიშხალი არც ყოფილა, როგორც დღეს. გაიტანა ეს უკანა მხარეს უტაიღვა მეზობლის ეზოში, ჩვენ ეზოში. ესეთი ძლიერი ქარიშხალი იყო უცბად წამოსული და გადავლილი პანკის ხეობის ადმინისტრაციული ერთეულში, რომ ამასთან მოყვა ძლიერი წვიმა და სეტყვა. საზრომლად დააზიანა საკარმიდამო ნაკვეთები, განსაკუთრებული ზიანი მიადგა საცხოვრებელი სახლების სახურავებს, გადახადა სახურავები და დაგლიჯა ხეები. სტიქია შეჩერებულია, მაგრამ ვითვლით ახლა ისევ ზარალს იმ მოსახლეობაში არსებულ ზარალს სახურავების კუთხით რაც არის.